საქართველოს პირველი არხი წარმოგიდგენთ. რაც ყოფილა, იგივე იქნება. და რაც მომხდარა, იგივე მოხდება. არაფერია მზის ქვეშ ახალი. ეკლესიასდე. ხუთას 41 წლის გაზაფხულზე დინარე ჩხერიმელას ფერდობებზე შეფენილი სოფლების მოსახლეობა საოცარი სანახაობის შემსწრე შეიქმნა. ხეობაში უზარმაზარი არმია მოიზლაზნება. ცხენოსნებს და ქვეითებს დიდი აღალი მოჰყვებათ. დასაპალნებული ჯორები, აკლემები და ურმები. ხარები ბორბლებზე შედგმულ ლოცვა-ტყორცნებს მოაგორებენ. გამყოლთა გადაძახილი პირუტყვის ხმებში ირევა. ამ ხეობაში ბევრ ქარავანს ჩაუვლია. აქაურებს ამით ვერ გააკვირვებ, მაგრამ ორკუდიანი და ეშვებიანი ვეებერთალა ცხოველები არასდროს უნახავთ. ყველაზე დიდ სპილოზე თავად შახი, ხოსრო ანუ შირვანი ამხედრებულა და ლაშქარს წინ მოუძღვის. ასეთ საინტერესო რამეს იშვიათად თუ გადააწყდები. თუმცა შეშფოთებული ადამიანები სეირის ყურების ნაცვლად ფაცაფუცით ბარგდებიან და თებში იხიზნებიან. ასე დაიწყო ეგრისის დიდი ომი. ჩვენ ახლა იმ ადგილას ვიმყოფებით, სადაც თავის დროზე ეგრისისკენ მიმავალ შაჰ ხოსროს ჩაუვლია. როგორც ვახუშტი ბატონიშვილი ამბობს, ამ მდინარეს ჩხერიმელა იმიტომ დარქმევია, რომ წყალი კლდეებს შორის მოედინება და ჩხრიალებსო. ჩხერიმელა სიგრძეში 40 კილომეტრი თუ იქნება. თუმცა ეს პატარა ხეობა აღმოსავლეთისა და დასავლეთის ცივილიზაციათა შეხვედრის ადგილს და მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ დერეფანს წარმოადგენდა. ამჟამად აქ რკინის გზა გადის. საუკუნეების წინ კი სავაჭრო ქარავნები მიდიოდენ და ჰეგემონი იმპერიები ამ გზის გამო ერთმანეთს ეომებოდნენ. ყველაფერ ამის შესახებ ძველი ისტორიკოსები მოგვითხრობენ. ერთ-ერთი ასეთი მემატიანე პროკოპი კესარიელია და ისტორიაში მოგზაურობას ჩვენც მისი ნაშრომით ვიწყებთ. პროკოპი კესარიელი, რომაელი ისტორიკოსი, იურისტი და დიპლომატი. დაიბადა მე-5-6 საუკუნეების მიჯნაზე პალესტინის ქალაქ კესარიაში. მას ისტორიის ისეთი მამების გვერდით მოიხსენიებენ, როგორებიც არიან ჰეროდოტე, თუკიდიდე და ტაციტუსი. პროკოპი კესარიელმა დიდი ოსტატობით აღწერა მე-6 საუკუნის მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები და იგი რომ არა, ამ ეპოქის საქართველოს შესახებ ბევრი რამ არ გვეცოდინებოდა. სწორედ პროკოპი კესარიელი გვამცნობს, რომ 541 წელს ირანის არმიას ჩხერიმელას ხეობაში გაუვლია. ამ დროს რომის იმპერიას იმპერატორი იუსტინიანე განაგებდა. იუსტინიანე პირველი დიდი, რომის იმპერატორი 527-565 წლებში. მან ორად გაყოფილი იმპერია გააერთიანა და ხმელთაშუა ზღვა კვლავ რომის იმპერიის შიდა ზღვა აქცია. მისი ხელმძღვანელობით გადამუშავდა სამოქალაქო კანონმდებლობის კრებული, რომელიც საფუძვლად დაედო შუა საუკუნეების ევროპულ კანონმდებლობას და ნაპოლეონის სამოქალაქო კოდექსს. იუსტინიანეს დროს აშენდა მსოფლიო არქიტექტურის შედევრი წმინდა სოფიას ტაძარი. რა დარჩენოდათ შაჰი შაჰ ხოსროს და იმპერატორ იუსტინიანეს ეგრისში? ნადავლს და თავგადასავლებს ეზრდნენ თუ უბრალოდ სისხლის წყუროდათ? საქართველოს დაპყრობა მანამდეც და მერეც ბევრ სხვასაც უცდია და თუ რატომ აინტერესებდათ იმპერიებს ჩვენი ქვეყანა, ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად მაშინდელ მსოფლიოს მე-6 საუკუნის ეგრისიდან შევხედოთ.
ეგრისი სამი ოლქისგან შედგებოდა, სადაც ჭანები, ლაზები და მეგრელები ცხოვრობდნენ. თუმცა ენით, ტრადიციებით და ცხოვრების წესით ისინი არსებითად ერთნი იყვნენ და ერთმანეთისგან თითქმის არ განირჩეოდნენ. ჭანეთი ტრაპიზონიდან იწყებოდა და მდინარე ჭოროხის შესართავამდე გრძელდებოდა. ლაზეთი ჭოროხის შესართავსა და რიონის ქვემო დინებას შორის მდებარეობდა. საკუთრივ ეგრისი, ანუ ქართული წყაროების მიხედვით შიდა ეგრი, მოიცავდა რიონის მარჯვნივ მდებარე ტერიტორიას. ჩრდილოეთიდან მას ესაზღვრებოდა ლეჩხუმი და სვანეთი. ჩრდილო-დასავლეთით მდინარე ეგრის წყალი, დღევანდელი მდინარე ღალიძგა. დასავლეთით შავი ზღვა, აღმოსავლეთით კი ლიხის ქედი. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ბერძნულ-რომაული ისტორიულ-გეოგრაფიული ტრადიციის მიხედვით ევროპისა და აზიის საზღვარი სწორედ ეგრისზე, უფრო ზუსტად კი ზედ მდინარე რიონზე გადიოდა. რიონის მარცხენა მხარეს აზია იყო, მარჯვენა ნაპირიდან კი ევროპა იწყებოდა. შიდა ეგრს, ანუ ეგრისის სამეფოს, რომელიც დღევანდელი სამეგრელოს, იმერეთის, გურიის და ნაწილობრივ აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარეობდა, რომაელი ისტორიკოსები ლაზიკად მოიხსენიებდნენ, ძველი ბერძნები კოლხეთად. სახელწოდება კოლხეთი ქართულ წყაროებში საერთოდ არ გვხვდება. ლაზეთი კი სულ რამდენჯერმე არის მოხსენიებული, ვინაიდან ქართველები ამ ქვეყანას უძველესი დროიდან უწოდებდნენ ეგრის, ანუ სამეგრელოს, რომელიც გადმოცემის მიხედვით ქართველთა ერთ-ერთ ლეგენდარულ წინაპარს, ქართლოსის ძმას, ეგროს დაუარსებია. ეგრისი აღმოსავლეთისა და სამხრეთისკენ მიმავალი გზებით ქართლს, სომხეთს, ირანს და რომის იმპერიას უკავშირდებოდა. ჩრდილოეთით კი რაჭას, სვანეთს და აფხაზეთს, საიდანაც ქარავნები უღელტეხილებით ჩრდილოეთ კავკასიაში გადადიოდნენ და შუა აზიისკენ მიემართებოდნენ. ამასთანავე შავ ზღვაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი პორტი ფუნქციონირებდა, ანუ ეგრისი დიდ გზაჯვარედინზე მდებარეობდა. ლაზები ძლიერი და მამაცი ხალხია და ისინი სხვა ძლიერ ტომებზეც მბრძანებლობენ. სიმდიდრითა და ქვეშევრდომთა სიმრავლით მათ სავით სახელგანთქმული მე სხვა არავინ მეგულება. ბევრს დაცურავენ და ვაჭრობითაც დიდ სარგებელს იღებენ. ისინი აღარც ბარბაროსები არიან და აღარც ბარბაროსულ ცხოვრებას ეწევიან. არამედ რომაელებთან კავშირის წყალობით თავიანთი ცხოვრებისთვის სახელმწიფოებრივი და კანონმორჩილი სახე აქვთ მიცემული. აგათია სქოლასტიკოსი, მე-6 საუკუნის ცნობილი რომაელი ისტორიკოსი. მის კალამს ეკუთვნის 5 წიგნიანი თხზულება იუსტინიანეს მეფობისთვის, რომელიც პროკოპი კესარიელის ისტორიის გაგრძელებას წარმოადგენს და მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის მე-6 საუკუნის ეგრისის შესახებ. ისევ ჩხერებელას ვიწროებში მომავალ ირანელთა არმიასთან დაუბრუნდეთ. ხეობის მცხოვრებთათვის ვინმეს რომ ეთქვა, ამოდენა ჯარი, ლოცვა-ტყორცნები, სპილოები და საერთოდაც მთელი ეს აურზაური იმიტომ გახდა საჭირო, რათა ვიღაცები აბრეშუმის სამოში გამოიბრანჭონო, მათ გაცვიფრებას საზღვარი არ ექნებოდა. არ ჩახი და იმპერატორი დაიჯერებდნენ, რომ მხოლოდ იარაღს წარმოადგენდნენ აბრეშუმით მოვაჭრეთა ხელში და სინამდვილეში მათ დაკვეთას ასრულებდნენ. სხვა ეპოქების დარად მე-6 საუკუნის მსოფლიოც ეკონომიკური ინტერესებით იმართებოდა, რასაცთან ომები სდევდა. თუმცა არც ის დავივიწყოთ, რომ აბრეშუმის გზას სისხლის ზღვასთან და გრევასთან ერთად ახალი იდეები, განათლება, მეცნიერების განვითარება, კულტურათა დიალოგი და პროგრესი მოჰყვებოდა. ასე რომ საქართველოს მდებარეობას და მასზე გამავალ სავაჭრო გზებს საბოლოო ჯამში ბოროტებაზე გაცილებით მეტი სიკეთე მოჰქონდა. ჩინური აბრეშუმი რომის იმპერიაში უძველესი დროიდანვე ძვირად ფასობდა და თანდათან უმთავრეს სავაჭრო საქონლად იქცა. მე-6 საუკუნეში იგი ოქროსა და ძვირფასი ქვების მსგავსად
ვალუტის ფუნქციას ასრულებდა. მისი მეშვეობით ქირავდნენ ჯარისკაცებს, ქრთამავდნენ მოკავშირეებს, ყიდულობდნენ მონებს. აბრეშუმით ვაჭრობა რომაელთა საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენდა. თუმცა მათთვის გადაუჭრელ პრობლემად რჩებოდა გზა. ამ პერიოდში ჩინეთი, ინდოეთი და შუა აზია ევროპას ორი მარშრუტით უკავშირდებოდა. სახმელეთო გზა ირანზე გადიოდა, საზღვაო ინდოეთის ოკეანეზე და წითელ ზღვაზე. თუმცა ორივე მიმართულებას ირანი აკონტროლებდა. ვინაიდან ირანი სავაჭრო მონოპოლიას ფლობდა, ფასებსაც თავად აწესებდა და უზარმაზარ შემოსავლებს იღებდა. ირანის ძლიერება არსებითად სწორედ სავაჭრო გზის კონტროლს ეფუძნებოდა. რომაელები ალტერნატიულ მარშრუტებს ამაოდებდნენ. ერთი ხანობა იმპერატორი იუსტინიანე ეთიოპიელ ვაჭრებს აკისრებდა, რომ მათ ჩინური აბრეშუმი ინდოეთის ოკეანის გავლით შემოეტანათ, თუმცა სამხრეთის დამსადგურებში ირანელთა მონოპოლიის წინააღმდეგ ეთიოპელებაც ვერაფერი გააწყვეს. ირანის სავაჭრო მონოპოლიისგან თავის აღწევა რომაელთათვის საცოცხლო აუცილებლობად იქცა, რის გამოც განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა ეგრისსა და სვანეთს, საიდანაც კავკასიონის უღელტეხილების გავლით ირანის გვერდის აქცევით შეიძლებოდა შუა აზიაში ჩასვლა. რომის იმპერიის აღმოსავლეთის ბაზრებისკენ გაშვება ირანის ინტერესებს კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა. რის გამოც იგი თავადაპირებდა ფეხის მოკიდებას ეგრის სვანეთში, საიდანაც რომის აღმოსავლეთ პროვინციებს და თვით კონსტანტინოპოლსაც კი დაემუქრებოდა. თავის მხრივ, ეგრისისა და ქართლის სამეფოებიც თავგამოდებით იბრძვიან დამოუკიდებლობისათვის და სამხრეთ კავკასიაში ბევრი სხვადასხვა ინტერესი იკვეთება. უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, კავკასია ჩრდილოეთის, სამხრეთის, აღმოსავლეთის და დასავლეთის დამაკავშირებელ გზაჯვარედის წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, ამ რეგიონის ერთიანად დამყრობა, აქ გამოვალ გზებზე მონოპოლიის დამყარება და კონკურენტებზე გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება გარშემო არსებული დიდი იმპერიების მუდმივ სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენდა. თავის მხრივ, კავკასიური სახელმწიფოები ცდილობდნენ, რომ იმპერიებს შორის ბალანსი შეენარჩუნებინათ და საკუთარი ხელსაყრელი მდებარეობიდან გამომდინარე სარგებელი თავადაც მიეღოთ. კავკასიურ ომებს, როგორც წესი, გლობალურ და ადგილობრივ ინტერესთა კვეთა იწვევდა და მე-6 საუკუნის ეგრისიც სწორედ იმავე გეოპოლიტიკური გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა, რაც საქართველოს მთელი ისტორიის განმავლობაში თითქმის არ შეცვლილა. ცივილიზაციათა შეჯახების ეპიცენტრში ცხოვრება ბევრ განსაცდელს მოასწავებს. თუმცა ის ამბავი, რომ აქ ფეხის მოკიდების მოსურნე ბევრი იმპერია გაქრა, ხოლო საქართველო კვლავაც არსებობს და ვითარდება, იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიულ მდებარეობას საფრთხეზე მეტი სიკეთე მოაქვს. თანამედროვე უზბეკეთისა და ტაჯიკეთის ტერიტორიაზე მდებარეობდა სიმდიდრით განთქმული დიდებული სოგდიანა. სოგდიანა მე-6 საუკუნეში ჩინეთს, ინდოეთს და ირანს შორის სავაჭრო ხიდის როლს ასრულებდა. ხოლო მისი დედაქალაქი სამარყანდი აბრეშუმის გზის საკვანძო პუნქტი და მაშინდელი მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საქმიანი და სამეცნიერო კულტურული ცენტრი გახლდათ. რომს აბრეშუმი სჭირდებოდა. სოგდიანელებს კი აბრეშუმით ვაჭრობის გაფართოება სურდათ, რაშიც ხელს უშლიდათ რომსა და სოგდიანას შორის მდებარე ირანი. ამიტომაც დიდ ვაჭრებმა ფიქრი დაიწყეს ახალ მარშრუტზე, რომელიც კასპიის ზღვას ჩრდილოეთიდან შემოუვლიდა. კავკასიონის უღელტეხილებით სვანეთიდან ეგრისში ჩავიდოდა, ხოლო იქიდან კონსტანტინოპოლში. თუ სოგდიანასა და კონსტანტინოპოლის დამაკავშირებელი აბრეშუმის გზა მარშრუტ შეიცვლიდა და ირანიც დაცვლად სვანეთ ეგრისზე გაივლიდა, ეს ირანს გააღარიბებდა და დაასუსტებდა, რითაც რომი დაუყოვნებლივ ისარგებლებდა. გარდა ამისა, ვინც კავკასიონის უღელტეხილებს აკონტროლებდა, მას ჩრდილოეთიდან ჰუნების დაქირავება და მოწინააღმდეგისთვის შესევა შეეძლო. ჰუნები პროფესიონალი მეომრები იყვნენ. ომი მათ ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა და ყველა მხარე ცდილობდა, რომ ისინი მოკავშირეებად ჰყოლოდა.
ასე რომ კავკასიაზე გამავალი მარშრუტები იმპერიებს ჭირდებოდათ როგორც სავაჭრო, ასევე სამხედრო თვალსაზრისითაც. აქედან გამომდინარე, ქართული სამეფოები, ქართლი და ეგრისი ზესახელმწიფოების სტრატეგიული ინტერესების სფეროში აღმოჩნდნენ, რაც დიდი ომის მიზეზად იქცა. თუმცა რომი და ირანი დედამიწას ვერც მანამდე იყოფდნენ. მე-6 საუკუნე რომმა და ირანმა შეჯახებით დაიწყეს და დიდი სისხლის ღვრისა დანგრევის შემდეგ 506 წლის ნოემბერში ქალაქ დარაში 7 წლიანი ზავი დადეს. შვიდობამ თითქმის 20 წელი გასტანა. თუმცა ამ ხნის განმავლობაში ორივე მხარე ახალი ომისთვის ემზადებოდა. ვიდრე ჩხერიმელას ხეობაში ხოსრო ანუშკინვანი გამოჩნდებოდა, ეგრისის დაპყრობას ჯერ კიდევ მამამისი შაჰ-კავადი ცდილობდა, რაშიც მას ხელს უშლიდა იბერიის ანუ ქართლის სამეფო, რომელიც ეგრის ზურგს უმაგრებდა. შაჰ-კავადმა ეგრისის დაპყრობა განიზრახა. თუმცა ამის საშუალებას არ აძლევდნენ კასპიის კართან მცხოვრები იბერები, რომლებიც ქრისტიანები არიან და ამ სარწმუნოებას ყველა იმათზე უკეთ იცავენ, ვისაც ჩვენ ვიცნობთ. ეგრისის და ქართლშიც ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად რომის იმპერიის პარალელურად გამოცხადდა. და თუ გავითვალისწინებთ, რომ 325 წელს გამართულ ნიკეის პირველ სოფლიო საეკლესიო კრებას უკვე ესწრებოდნენ ტრაპიზონის ეპისკოპოსი დამნოსი და ბიჭვიტის ეპისკოპოსი სტრატოფილოსი, დასავლეთ საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე ქრისტიანობის გავრცელება 325 წელზე გაცილებით ადრე უნდა დაწყებულიყო. ვინაიდან ქრისტიანული სარწმუნოება ეგრის და ქართლს კულტურულად და მსოფლმხედველობრივად რომთან აახლოებდა, ამიტომ შაჰ-კავადმა ქართლში ქრისტიანობის ამოძირკვა განიზრახა. ხოლო იმის დასტურად, რომ ადამიანები რჯულს ნამდვილად იცვლიდნენ და არა მოჩვენებითად, ბრძანა, რომ ქართველებს მისვალებულები სოფლის გარეთ მინდორში დაუმარხავად ფრინველებისა და მხეცების შესაჭრელად დაეტოვებინათ, როგორც ეს ზოროასტრის მიმდევართა წესი იყო. 523 წელს ქართლში ანტიირანულმა აჯანყებამ იფეთქა. იმავე წელს შაჰის ქვეშევრდომობაზე უარი თქვა ეგრისის მეფე წათემაც და მფარველობა რომის იმპერატორს თხოვა, რაც მიანიშნებს, რომ ქართლის და ეგრისის მეფეები შეთანხმებულად მოქმედებდნენ. კონსტანტინოპოლში ჩასულ წათეს იმპერატორმა იუსტინემ გვირგვინი დაადგა და რომაელი დიდებულის ასული შეერთო ცოლად. 526 წელს ირანელებმა ქართლში დიდი ჯარი შეიყვანეს. მეფე გურგენი ერთმორწმუნე რომაელებისგან დახმარებას ამაოდელოდა და ირანის წინააღმდეგ მარტო დარჩენილი დამარცხდა. რის შემდეგაც ჯერ ეგრისში და იქიდან კი კონსტანტინოპოლში გადავიდა. ირანელთაგან მოსალოდნელი თავდასხმების გამო შორაპნის და სკანდეს ციხეები რომელთა გარნიზონება დაიკავეს. თუმცა მალევე მიზეზად მოიდეს, რომ მეგრელების ყოველდღიურ საკვებს ღომს ვერ ვეგუებითო და ციხეები უპატრონოდ მიატოვეს. ირანელებმა ამით მაშინვე ისარგებლეს და სკანდეს და შორაპანიც უომრად აიღეს. თუ აქამდე დასავლეთ საქართველოში საომრად შესვლა დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, შორაპნისა და სკანდეს ხელში ჩაგდების შემდეგ ირანელებს ეგრისზე შეტევა უკვე ორი მხრიდან შეეძლოთ. 528 წელს შაჰ-კავადის არმია ეგრისში შეიჭრა. იუსტინიანემ დასახმარებლად პეტრე სტრატილადი გამოგზავნა, რომელმაც მეგრელებთან ერთად ირანელები სასტიკად დაამარცხა და მათი სარდალი ტყვედ ჩაიგდო. თუმცა სტრატეგიული პლაცდარმები შორაპანი და სკანდე მაინც ირანელებს დარჩათ. 531 წლის სექტემბერში შაჰ-კავადი გარდაიცვალა. ტახტზე მისი ვაჟი ხოსრო ავიდა და მხარეებმა დაზავება დაიწყეს. მოლაპარაკებები რთულად წარიმართა. იუსტინიანემ იცოდა, რომ ეგრისში ფეხის მოკიდების შემდეგ ირანელები კონსტანტინოპოლს ზღვიდანაც შეუგებდნენ. ამიტომ ელჩებს უბრძანა, შორაპანი და სკანდე არავითარ შემთხვევაში არ დაეთმოთ. ეგრისიდან გასვლა არც ირანელებს სურდათ. ვინაიდან რომშიც და ირანშიც მშვენივრად ხვდებოდნენ, რომ ვიდრე ქართლი და ეგრისი ერთმანეთს ზურგს უმაგრებდნენ, მათი საბოლოო დამარცხება ძნელი იქნებოდა.
შაჰინ შაჰი ხოსრო ანუშირვანი. ირანის შაჰი 531-579 წლებში. სოფლიო ისტორიაში და ლიტერატურაში აღიარებულია ირანის ერთ-ერთ უდიდეს და ლეგენდარულ მმართველად. იგი აშენებდა ახალ და აღადგენდა ძველ ქალაქებს. ხელს უწყობდა მეცნიერების და კულტურის განვითარებას. მის დროს ააგეს ცნობილი დარუბანდის ციხე, რომელიც კასპიის ზღვასა და კავკასიონის ქედს შორის არსებულ ვიწრო გასასვლელს იცავდა. მისი მეფობის დროს ინდოეთიდან ირანში შეიტანეს ჭადრაკი და გამოიგონეს ნარდი. ხოსროანუ შირვანს ეგრისის დაპყრობა აუცილებლად მიაჩნდა. იგი დარწმუნებული იყო, რომ ეგრისის გავლით ირანი ახალ ასპარეზზე გავიდოდა და იბერიასაც საბოლოოდ დაიმორჩილებდა. ვინაიდან იბერებს გამოეცლებოდათ მთავარი მოკავშირე, ვისთანაც ძნელბედობის ჟამს თავს აფარებდნენ ხოლმე. რომმა და ირანმა ხანგრძლივი დავის შემდეგ 532 წელს მაინც გააფორმეს ხელშეკრულება მარადიული მშვიდობის შესახებ. რითაც სინამდვილეში ორივე მხარე მხოლოდ დროის მოგებას ცდილობდა. რომაელები ეგრისიდან ირანელების განდევნას და შუა აზიასთან დამაკავშირებელი დერეფნის ამოქმედებას აპირებდნენ. ირანელებს კი პირიქით შავ ზღვაზე გასვლა, ეგრისიდან რომაელების გაყრა და მათთვის სავაჭრო გზების გადაკეთვა სურდათ. ეგრისში და ქართლში კი ირანელებისა და რომაელებისგან გათავისუფლების გზებს ეძებდნენ. მარადიულ მშვიდობას დიდი დღე არ ეწერა, ვინაიდან ზავის პირობები ყველა მხარის ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა. ირანელებმა სკანდე და შორაპანი დაცალეს. თუმცა რომაელებმა ამ ორი განაპირა ციხის დაცვაზე აღარ იზრუნეს. სამაგიეროდ, წათეს დასახმარებლად გამოგზავნილი ჯარი უკან აღარ გაიყვანეს. ეგრისის ქალაქებში გარნიზონები ჩააყენეს და ფაქტობრივად მთელი ქვეყნის ოკუპაცია მოახდინეს. პროკოპი კესარიელის ცნობით 532 წლამდე ეგრისი კონსტანტინოპოლს არც ხალხს უხდი და არც პოლიტიკურად ემორჩილებოდა. რომის ქვეშევრდოობა კი მხოლოდ იმაში გამოიხატებოდა, რომ ტახტის მემკვიდრეს იმპერატორი ამტკიცებდა და მეფედ კურთხევისას ძალაუფლების სიმბოლოებს უგზავნიდა. სამოკავშირეო პირობების მიხედვით მეგრელები რომაელთა ლაშქრობებში არ მონაწილეობდნენ და მხოლოდ საზღვრებს იცავდნენ, რის სანაცვლოდაც პონტოს მოსახლეობასთან თავისუფალი საზღვაო ვაჭრობის უფლებით სარგებლობდნენ. ეგრისი თავის ვალდებულებას პირნათლად ასრულებდა. თუმცა ომის დასრულებისთანავე რომაელებმა მეგობრობა დაივიწყეს და 532 წელს რომის იმპერიასა და ირანს შორის დადებული მარადიული ზავის შემდეგ ქვეყანაში ვითარება დამძიმდა. იუსტინიანემ ეგრისში გაგზავნა მდაბიოთა შთამომავალი ვინმე იოანე ციბე, რომელიც ადამიანთა შორის უსაზღრესი იყო და სტრატეგოსობას მხოლოდ იმით მიაღწია, რომ იოლად იგონებდა ფულის უსამართლოდ შოვნის ხერხებს. იმპერატორს სწორედ მან ურჩია პეტრას აშენება, სადაც თვითონ იჯდა და მთელს ეგრისს ძარცვალდა. ციბემ ვაჭრობაზე მონოპოლია დააწესა. მეწვრილ მანეთს თავად იყო მთელი ვაჭრობის ზედამხედველიც და ეგრისში საქონლის შეტანა ან იქიდან რაიმეს გამოტანა მისი ნებართვის გარეშე არავის შეეძლო. ეს ძველი კედლები ქობულეთის მუნიციპალიტეტში მდებარე ქალაქ დავსადგურ პეტრას ციხის ნაშთებია. პეტრა მე-6 საუკუნეში ააგეს რომაელებმა და მალე თავადვე დაანგრიეს. სწორედ აქ იჯდა იმპერატორის წარმომადგენელი ვინმე იოანე ციბე, რომელიც ყველა საქონელზე გადასახადს თავად აწესებდა და ეგრისის ფაქტობრივი მმართველიც თავად გახდათ. ოკუპაციამ, რომაელ მოხელეთა ვერცხლისმოყვარეობამ, მონოპოლიის დაწესებამ და თავისუფალი ვაჭრობის აკრძალვამ ეგრისი უმძიმეს დღეში ჩააგდო. ვითარება დაიძაბა სამეფო კარსა და სტრატეგოს შორისაც. სწორედ ამ დროს გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპნენ ეგრისის მეფე წათე და მისი ძმა ოფსიტე და სწორედ ასეთ რთულ დროში მოუწია ტახტზე ასვლა გუბას, რომელიც ამ დროს დაახლოებით 16 წლის უნდა ყოფილიყო.
გაზის ბავშვობაც და ყრმობაც ოკუპაციის პერიოდს დაემთხვა და იგი ყოველდღიურად უცქერდა თავისი ოჯახის და ქვეყნის დამცირებას. როდესაც სტრატეგოსი ეგრისის დიდებულებს და თვით მეფესაც კი უდიერად ექცეოდა, ადვილი წარმოსადგენია მშიერი რომაელი ჯარისკაცები მოსახლეობას რა დღეშიც ჩააგდებდნენ. მით უმეტეს, რომ ის მოხელეები, რომელთაც ჯარისთვის ხელფასები უნდა დაერიგებინათ, ფულსაც იპარავდნენ და საკვებსაც. რომაელებსა და მეგრელებს შორის ურთიერთობის გაფუჭება მხოლოდ ეკონომიკური კრიზისის ბრალი არ ყოფილა. რომაელებს იმპერიული ხელმაღლობა სჭირდა და ამას არც მალავდნენ. ყველა არარომაელი მეორეხარისხოვან ადამიანად მიაჩნდათ. ცხადია, ამას ვერ შეეგუებოდნენ მეგრელები, რომელთა შესახებაც პროკოპი კესარიელი წერს, რომ ისინი არიან ძლიერები და მამაცები. კოლხთა ძველი სახელით ამაყობენ და გათფულნი არიან როგორც სიმდიდრით, ისე საზრიანობითო. ერთი მიზეზი მეორეს დაერთო და მალე მთელი ეგრისი რომაელთა მიმართ სიძულვილით განიმშვალა. ამ დროს რომი მსოფლიოს წამყვანი იმპერია გახდათ. 30 მილიონზე მეტი მოსახლეობით და უზარმაზარი რესურსებით. ცხადია, პატარა ეგრისი მასთან გამკლევებას მარტო ვერ მოახერხებდა და სწორედ ამიტომ გუბას მეფემ 540 წელს შაჰ ხოსროს ელჩები გაუგზავნა და შეუთვალა, რომ მასთან ერთად იომებდა რომაელების წინააღმდეგ. აუცილებლად უნდა გითხრათ ზოგიერთი რამ, რაც წყეულმა რომაელებმა ჩვენს წინააღმდეგ ჩაიდინეს. მთელი ძალაუფლება თვითონ მიითვისეს და გუბას მხოლოდ მეფობის გარეგნული ნიშნები დაუტოვეს. მეფემ მსახურის დღეშია და სტრატეგოს ემორჩილება. უამრავი ჯარი ჩაგვიყენეს, მაგრამ ჩვენი ქვეყნის დასაცავად კი არა, არამედ ჩვენი ხალხის დილეგში გამოსამწყდევად და ჩვენი ქონების წასართმევად. ჩვენი ქონების სწრაფად მისათვისებლად ასეთი რამ მოიფიქრეს. გვაიძულებენ იმის შესყიდვას, რაც მათთვის უსარგებლო და ზედმეტია. ხოლო რაც თვითონ სჭირდებათ, იმაზე ფასს თავად აწესებენ. ამგვარად საქონელთან ერთად მთელ ოქროსაც გვართმევენ და ამას ვაჭრობის კეთილშობილურ სახელს არქმევენ. მართველად დაგვიყენეს მთავარი მეწვრილმანე იოანე ციბე, რომელიც ძალაუფლებას ჩვენს გასაღატაკებლად და საკუთარი გამდიდრებისთვის იყენებს. ეგრისში მშვენივრად იცოდნენ საკუთარი ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობის შესახებ და რომელთა ოკუპაციისგან გათავისუფლების სანაცვლოდ ელჩებმა შაჰს სწორედ ამ მდებარეობის გამოყენება შესთავაზეს. ახლავე მოგახსენებთ იმ სარგებლის შესახებაც, რომელსაც ჩვენგან მიიღებთ. სპარსელთა ძალას თქვენ უძველეს სამეფოს შეჰმატებთ და მისი საშუალებით თქვენი ძალაუფლება კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან ჩვენს ქვეყანაზე გამავალი გზით რომაელთა ზღვას დაუკავშირდებთ. თუ აქ ხომალდებს ააგებ მეფეო, კონსტანტინოპოლში ჩასვლა ძალიან გაგიათვლდება. გზაზე ხომ არავითარი წინააღმდეგობა აღარ შეგვხვდება. ალბათ იცით, რომ ეგრისი დღემდე აკონტროლებს კავკასიის გადმოსასვლელებს და თქვენ ასევე მოგეცემათ შესაძლებლობა რომაელთა წინააღმდეგ საბრძოლველად ჩრდილოეთიდან ყოველ წელიწადს გადმოიყვანოთ ჰუნები. როგორც ხედავთ, ჩვენი წინადადების სარგებლიანობა ნათელია და ვფიქრობთ, მისი მიუღებლობა ყოველგვარ გონიერებას მოკლებული იქნება. ეგრიცის გეოპოლიტიკური მნიშვნელობის ახსნა ირანში არ სჭირდებოდათ. შაჰისთვის მნიშვნელოვანი იმის გაგება იყო, რომ მეგრელები ჯარს მიაშველებდნენ, სურსაც მიაწვდნენ და მეგზურობას გაუწევდნენ. პროკოპი კესარიელი ცნობით
ხოსროს ელჩებისთვის უკითხავს. თქვენი ქვეყანა მთაგორიანია, ტყით არის დაფარული და იქ დიდი ჯარის შეყვანას რამდენად მოახერხებო. ელჩები დაპირებიან, რომ მეგრელები ჯარსაც მიაშველებდნენ, სურსათსაც მიაწვლიდნენ და გზასაც გაუკვალავდნენ. როგორც ჩანს, გუბაზი ყურადღებით ადევნებდა თვალს მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს და მისი ელჩები სწორედ მაშინ ჩავიდნენ ირანში, როდესაც საამისოდ შესაფერისი ვითარება მომწიფდა. 540 წლის გაზაფხულზე ირანელებმა მარადიული ზავი დაარღვიეს და რომის იმპერიის მცირე აზიური ქალაქების ძარცვა დაიწყეს. მათ შორის მიწასთან გაასწორეს ულამაზესი და დიდი ისტორიის მქონე ანტიოქია, საიდანაც უზარმაზარი განძი გამოსიდეს. იმავე წელს ჰუნებმა დუნაი გადალახეს და იმპერიას ჩრდილოეთიდან შეესწირნენ. პარალელურად რომაელები იტალიაში ოსტგუთებს ებრძოდნენ და ეგრისის ელჩები შაჰს სწორედ ამ დროს ეახლდნენ. ეგრისი ყოველთვის რჩებოდა ირანელთა ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ, მაგრამ გუბაზის მათ მხარეზე გადასვლა მოვლენები დააჩქარა. ზაფხულის ბოლოს ხოსრო მცირე აზიის ლაშქრობიდან ირანში დაბრუნდა და სრულიად საიდუმლოდ ეგრისის კამპანიისთვის მზადება დაიწყო. ხოსრომ დიდძალი ჯარი შეკრიბა. თუმცა ჩანაფიქრი მხოლოდ ძალიან ვიწრო წრეს გაანდო და ელჩების გააფრთხილა, ეს ამბავი არავისთვის გაემჟღავნებინათ. თვითონ კი ხმა დაყარა, ქართლში მივდივარ, სადაც ჰუნები თავს დაგვესხნენო. ამასობაში ეგრისში შემავალი გზა მეგრელებმა შეაკეთეს და გააფართოვეს. ამ ღონისძიებათა წყალობით ირანელებმა სწრაფად გაიარეს შხერიბელას ხეობა და მიაღწიეს შორაპანს, რომელიც რომაელებს უპატრონოდ ჰქონდათ მიტოვებული, სადაც შაჰს გუბაზ მეფე დახვდა თავისი ჯარით. შორაპნის ციხე საუკუნეების განმავლობაში იცავდა სურამიდან ეგრისში გადასასვლელ გზას. სტრაბონის ცნობით, ფაზისზე ნავებით აღმაცურვა შესაძლებელი ყოფილა შორაპნის ციხემდე, რომელიც მთელი ქალაქის მოსახლეობას იტევდა. შორაპნიდან მტკვრამდე კი საურმე გზა მიდიოდა, რომელსაც კაცი ფეხით 4 დღეში გაივლიდა. შორაპნის მიმართულების გარდა, აღმოსავლეთ საქართველოდან ეგრისში გადასასვლელი მეორე გზაც არსებობდა, რომელიც დაახლოებით დღევანდელ გომიჭიათურის გზას ემთხვეოდა და მაღალ მთაზე მდებარე სკანდეს ციხესთან გადიოდა. სკანდე შორაპნის მსგავსად ეგრისის კარიბჭე იყო და ამავე დროს რაჭისკენ, შიდა ეგრისისკენ და შორაპნისკენ მიმავალ გზაჯვარედინს იცავდა. შაჰთან ელჩების გაგზავნის სწორი დროს შერჩევა და კიდევ სხვა მოვლენები, რომელთაც ქვემოთ დავინახავთ, იმაზე მეტყველებს, რომ გუბაზ მეფეს საკმაოდ კარგი დაზვერვა ჰყოლია. აი რომაელებს კი ირანელთა უზარმაზარი არმიის მოძრაობა გამოეპარათ, რაშიც პროკოპი კესარიელი იმპერატორ იუსტინიანეს ადანაშაულებს. რაც შეეხება მწვერავებს. ადრე ადამიანების სახელმწიფოსგან გასამრჯელოს იღებდნენ და ვაჭრებად გადაცმულნი, ან რაიმე სხვა გზით მტრის საზღვრებში შედიოდნენ. ზოგჯერ თვით ირანის მეფის სასახლეშიც კი აღწერდნენ და რომში დაბრუნებულნი უფროსობას მტრის ზრახვებს ატყობინებდნენ. ამავე ხერხს მიმართავდნენ ირანელებიც. ხოსრომ მზვერავებს ჩამაგირები გაუზარდა და ძალიან წინ დახედულადაც მოიქცა, რადგან ყველაფერს წინ და წინ ვეიგებდა, რაც კი რომაელებთან ხდებოდა. იუსტინიანემ კი მზვერავთა შესანახად ფული არ გაიმეტა. პირიქით, რომის სახელმწიფოში მათი სახსენებელი გააქრო და ამის გამო ბევრი შეცდომაც დაუშვა. სხვათა შორის, ხოსრომ ეგრისის დაპყრობა იმიტომაც მოახერხა, რომ რომაელებს ირანის შაჰისა და მისი არმიის გადაადგილების შესახებ არავითარი ცნობები არ გააჩნდათ. ირანელთა მთავარი მიზანი შავ ზღვაზე გასვლა იყო. ამიტომაც ეგრისში შესულები პირველ რიგში რომაელთა საპორტო ქალაქ პეტრასკენ დაიძრნენ.
ზღვისპირას კლდოვან მთაზე, სადაც ეგრისისა და მცირე აზიის დამაკავშირებელი გზა გადიოდა, დიდი და კარგად გამაგრებული ციხე იდგა, რომლის მთავარ ფუნქციასაც ეგრისის მეთვალყურეობა წარმოადგენდა. სწორედ აქ იჯდა მეგრელებისთვის საძულველი სტრატეგოსი იოანე ციბე. მეგრელებმა ხოსროს ჯარი მდინარე ყვირილაზე გადაიყვანეს. რიონი მარჯვნივ მოიტოვეს და პეტრასკენ ასე წაიყვანეს. ამ გზის არჩევა იმით დაასაბუთეს შემდეგში მდინარე რიონის გადასალახად დრო და შრომა არ დაგჭირდებაო, თუმცა სინამდვილეში ასე იმიტომ მოიქცნენ, რომ ირანელებისთვის თავიანთი საცხოვრებლების ჩვენება არ სურდათ. ირანელები და მეგრელები პეტრას მოულოდნელად მიადგნენ. შახი ციხის აღებას პირდაპირ იერიშით ალყის გარეშე აპირებდა. მიუხედავად იმისა, რომ პროკოპი კესარიელი იოანე ციბეს უდიერად იხსენიებს, რომაელი სტრატეგოსი კერკეტი კაგალი გამოდგა, მასაც გამჭირა ხობა აკლდა და არც იმამაცე. ციბემ თავის ჯარისკაცებს უბრძანა, რომ მტერს ქონგურებიდან არ დანახვებოდნენ. მთელი გარნიზონი ქალაქის კარიბჭესთან მოაწყო და მკაცრად გააფრთხილა, კრინტი არ დაძრათო. შახმა ქალაქის აღებას სარდალ ანიაბედს დაავალა. ირანელებმა ციხის გალავნამდე დიდი სიფრთხილით იარეს, მაგრამ ვერავინ შენიშნეს და გადაწყვიტეს მტერს ქალაქი მიუტოვებიაო. ანიაბედმა შახს საქმის ვითარება ამცნო და ჰკითხა, როგორ მოვიქცეო. ხოსრომ დამატებითი ჯარი მიაშველა და უბრძანა, გალავანზე ასვლა დაიწყეთო. თავად კი ქალაქის მოპირდაპირე გორაგზე დაბრძანდა და ბრძოლას იქიდან უცქერდა. ის იყო კედლებს კიბეები მიადგეს და ასვლა დაიწყეს, რომ უეცრად ქალაქის ჭიშკარი გაიღო, რომაელები ყიჟინით გამოცვივდნენ, მოულოდნელობისგან დაბნეულ ირანელებს დაერივნენ და ცოტა ხანში მოწინავე რაზმის დიდი ნაწილი შახის თვალწინ გაწყვიტეს. თავად სარდალმა ანიაბედმა რამდენიმე ჯარისკაცთან ერთად მტერს ძლივს გაასწრო. ხოსრომ ძალიან ძიმედ გადიცადა პირველ ბრძოლაში დამარცხება და როგორც ხელმწიფეთა წესია, მაშინვე განტევების ვაცი იპოვა. სარდალი ანიაბედი სარზე გაასმევინა, როგორც თუ ვიღაცა ვაჭრუკადას თავი მოატყუებინა. მეორე დღეს სპარსელებმა და მეგრელებმა ქალაქს მთელი ძალებით შეუტიეს. შახის ბრძანებით ქონგურებს განუწყვეტლივ უშენდნენ ისრებს და რომაელები სხვადასხვა სასროლი იარაღით პასუხობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მოკავშირეები ხშირ-ხშირად ისროდნენ, მოწინააღმდეგეს მცირედ ითუნებდნენ. თავად კი დიდ ზიანს განიცდიდნენ, ვინაიდან რომაელები მაღლა იყვნენ. ისეთი პირი უჩანდა, რომ ყველასთვის საძულველი იოანე ციბე შახს სირცხვილს აჭმევდა. მაგრამ იმ დღეს განგებამ რომაელებს ზურგი აქცია. მოულოდნელად სტრატეგოსი კისერში მოხვედრილმა ისარმა მოკლა. ამის შემდეგ რომაელები ძველებური შემართებით ვეღარ იბრძოდნენ. მესამე დღეს ირანელებმა გალავანს ძირი გამოუთხარეს, ქვეშიდან ცეცხლი შეუნთეს და ხორვალებისგან კედელი ჩამოინგრა. შეშინებულმა რომაელებმა მოლაპარაკება ითხოვეს და როდესაც ხოსროსგან სიცოცხლის და ქონების ხელშეუხებლობის პირობა მიიღეს, ქალაქი დათმეს. ასე აიღეს ირანელებმა პეტრა, ხოლო იოანე ციბეს უზარმაზარი ქონება შახს დარჩა.
541-548 წლები ეგრისისთვის შედარებით მშვიდობიანი გამოდგა. პეტრას აღების შემდეგ აქ დიდი ბრძოლები აღარ მიმდინარეობდა. ირანელებს პეტრა, შორაპანი და სკანდე ეკავათ, რომელთა გარნიზონები კი ფაზიში, ციხე-გოთში, ქუთაისსა და კიდევ რამდენიმე ციხეში იდგნენ. ამასობაში იმპერიები საომარ მოქმედებებს მცირე აზიაში განაგრძობდნენ. ერთმანეთის ქალაქებს წვავდნენ და ძარცვავდნენ. 546 წელს მხარეებმა 5 წლიანი ზავი დადეს. რომაელებმა ირანელებს 20 კენდინარი, ანუ 640 კილოგრამი ოქრო გადაუხადეს და ეგრისის ქალაქების დაბრუნება მოსთხოვეს. რაზეც შაჰმა კატეგორიული უარით უპასუხა. იგი ეგრისიდან გასვლას კი არა, პირიქით ეგრისის ირანად ქცევას აპირებდა. ხოსრომ პეტრაში აუარებელი ხეთყი გაგზავნა თითქოს და ქალაქის გალავანზე ლოცვა-ტყორცნი მანქანების დასადგმელად. სინამდვილეში კი სამხედრო ხომალდების მშენებლობა და საზღვაო ბრძოლებისთვის მზადება დაიწყო. საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, რომელთა მსგავსად შაჰსაც მხოლოდ თავდახრილი და უსიტყვოდ მორჩილი ეგრისი სჭირდებოდა. ამიტომ, როგორც კი ქვეყანაში ფეხი მოიკიდეს, მეგრლებთან მეგობრობა ირანელებმა დაივიწყეს. ხოსრომ შვედიურად ხვდებოდა, რომ გუბაზი მხოლოდ რომაელებისგან თავის დახსნის მიზნით გადავიდა მის მხარეზე და ქრისტიანი მეგრელები ცეცხლთაყვანისებელ ირანელებს ვერასდროს შეითვისებდნენ. რის გამოც ეგრისის პრობლემების ერთი დარტყმით მოგვარება გადაწყვიტა. ხოსროს ჩანაფიქრის შესახებ პროკოპი კესარიელი გვამცნობს. ცხადი იყო, რომ ირანის შაჰმა ხოსრომ რომაელებთან დროებითი ზავი ვერაგული განზრახვით შეკრა. რათა დრო ეხელთა და როდესაც ისინი ზავის იმედად გულხელდაკრეფილნი იქნებოდნენ, საშინელი რამ ჩაედინა, ეგრისიდან კოლხები მთლიანად გაეძევებინა და იქ მათ ნაცვლად სპარსელები ჩაესახლებინა. ომმა ეგრისის მოსახლეობა ძალიან დააზარალა. გარკვეული პროდუქტები, მათ შორის მარილი და ხორბალი, მეგრელებს ომამდე რომელთა სანაპიროებიდან, ანუ მცირე აზიის ზღვისპირა ქალაქებიდან ნავებით შემოჰქონდათ. პეტრას აღების შემდეგ კი ირანელებმა რომის პროვინციებთან ვაჭრობა საერთოდ აკრძალეს და ეგრისში აუცილებელი მოხმარების საქონლის დიდი დეფიციტი გაჩნდა. შაჰისთვის სულ უფრო ცხადი ხდებოდა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ირანი ვერც ეკონომიკით და ვერც კულტურით ეგრისში რომს ვერ ჩაანაცვლებდა. ამიტომ 559 წელს მან გუბაზის მოკლა, მეგრელების გასახლება და მათ დაცვლად ირანელთა ჩამოსახლება გადაწყვიტა. ხოსრომ 300 მამაცი ჯარისკაცი გამოარჩია, სათავეში ფაბრიზი ჩაუყენა და ფარულად გუბაზის მოსაკლავად გაგზავნა. კოლხთა შორის იყო ერთი დიდებული სახელად ფარსანცი, რომელზეც გუბაზი გამწყრალი იყო. როდესაც ფაბრიზმა ამის შესახებ შეიტყო, ფარსანცი დაიბარა და შეუთანხმდა, რომ გუბას პეტრაში დაიბარებდა ვითომდა იმის სათქმელად, რის გაკეთებასაც შაჰი მეგრელების საკეთილდღეოდ აპირებდა. ირანელები ეგრისის მეფის მოშორებას ადგილობრივთა ხელით გეგმავდნენ, რაც ქვეყანას საბოლოოდ არევდა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ შაჰის გეგმის განხორციელების შემთხვევაში საქართველო როგორც ერთიანი სახელმწიფო ვეღარასდროს შედგებოდა. თუმცა მეგრელმა დიდებულმა პირადი წყენის გამო ქვეყნის ღალატი არ იკადრა და მეფეს შეთქმულების შესახებ აცნობა. გუბაზმა ყოფილი მოკავშირის ღალატს ენერგიული მოქმედებით უპასუხა. ირანს მაშინვე ომი გამოუცხადა, იმპერატორ იუსტინიანეს ჯარის მიშველება სთხოვა და ჩილო-კავკასიიდან ხუნები გადმოიყვანა. შაჰმა ხოსრომ ვერც გუბაზ მეფის მოკლა მოახერხა და ვერც მეგრელების გადასახლება. სამაგიეროდ კი ეგრისის სახით სერიოზული მტერი შეიძინა, რამაც საბოლოოდ ომი წააგებინა. ვითარების შეცვლით გახარებულმა იმპერატორმა იუსტინიანემ გუბაზ მეფის დასახმარებლად დაუყოვნებლივ გამოგზავნა 7000 ლეგიონერი დაგისთეს მეთაურობით და კიდევ 1000 ჭანი.
ეგრისში მათ გუბას მეფეც შეუერთდათ და უკავშირეებმა პეტრას ალყა შემოარტყეს. თავიდან პეტრას 1500 ირანელი მეომარი იცავდა. მეციხოვნეებს სურსათიც ბლომად ჰქონდათ და არც სიმამაცე აკლდათ, მაგრამ ციხის დაცვისას ბევრი ჯარისკაცი დაეხოცათ და ძალიან გაუჭირდათ. გუბაზ მეფე თავს არ ზოგავდა, მაგრამ დაგისთე უვარგისი სარდალი გამოვიდა. დროს წელავდა, ბრძოლის ნაცვლად იმპერატორს წერილებს წერდა, მომავალი გამარჯვებებისთვის ჯილდოებს თხოვდა და ატყობინებდა რა უფრო გაუხარდებოდათ მას და მის ძმას. ამის გამო დაგისთეს და გუბას ურთიერთობა გაუბრუჭდათ. ეგრისის მეფე რომაელთა სარდლებს საყვედურობდა, ომის ბედი არ განაღლებთ და მხოლოდ პირად გამორჩენაზე ფიქრობდო. ამასობაში რომაელმა ჯარისკაცებმა გალავანს ძირი გამოუთხარეს და კედელი ჰაერში დაეკიდა. თუმცა დაგისთემ ვერცეს გამოიყენა, ან განზრახ არ გამოიყენა. ხმები დადიოდა, ირანელებისგან ქრთა მიაქვს აღებულიო. დაგისთეს საძირკვლისთვის ცეცხლი რომ მიეცა, კედელი მაშინვე ჩამოინგრეოდა და ქალაქიც დაეცემოდა. თუმცა ის იმპერატორისგან რაღაცის გამორჩენას ცდილობდა. ამიტომ სულ ზოზინებდა და დროს უსაქმურად ატარებდა. აი, ასეთი მდგომარეობა იყო რომაელთა ბანაკში. პეტრა შესაძლო დაკარგვით შეშფოთებულმა ხოსრომ ეგრისში გამოგზავნა დიდძალის ცხენოსანი და ქვეითი ლაშქარი, რომელსაც სათავეში ირანელთა საუკეთესო სარდალი მერმეროე ჩაუყენა. ქართლში ირანელთა შემოსulis შესახებ ზვერავებმა გუბას მაშინვე აცნობეს. ამ დროისთვის პეტრას უკიდურესად დაუძრულებული გარნიზონი საფრთხეს აღარ წარმოადგენდა. თავარი იყო მერმეროეს ეგრისში ვერ შემოეღწია. ამიტომაც გუბაზმა დაგისთეს ურჩია ციხესთან მცირე ალყა დატოვე, ხოლო დანარჩენი ჯარით ყვირილას ვიწროები გადაკეტეო. თავად მეფე თავისი ჯარით შიდა ეგრისში შეომავალი მეორე გზის გასამაგრებლად გაემართა. თავისი ქვეყანა რომ გადაერჩინა, გუბას ხან ირანის მოკავშირეობა უწევდა, ხან რომაელების. ვინაიდან ეგრისის გადაყლაპას ხან ერთი გეოპოლიტიკური ვეშაპი ცდილობდა, ხან მეორე. ახალგაზრდა და სრულიად გამოუცდელ დაგისთეს სარდლობის უნარი არ გააჩნდა. იმის ნაცვლად რომ ჯარს სათავეში თავად ჩასდგომოდა და მერმეროეს შესაჩერებლად წასულიყო, მან მხოლოდ 100-მდე მეომარი გაგზავნა, თითქოს რაღაც უმნიშვნელო ამბავი ხდებოდა. ასე რომ შორაბნის მიდამოებში მერმეროეს ლაშქარს მხოლოდ 100-კაციანი რაზმი დაუხვდა. რომაელები თავს მედგრად იცავდნენ. თუმცა ირანელები მოკრულებზე გადადიოდნენ, მაინც წინ მიიწევდნენ და დაჟინებით ცდილობდნენ მოწინააღმდეგის ხაზის გარღვევას. ბოლოს მტერთან ბრძოლით მოხანცულმა რომაელებმა მოწოლას ვეღარ გაუძლეს და თავს მთებში გაქცევით უშველეს. როდესაც დაგისთემ ირანელთა ეგრისში შესვლის შესახებ შეიტყო, ისევ მძიმე შეცდომა დაუშვა. პეტრას ალყა მოხსდა და მდინარე ფაზისისკენ ისე სწრაფად დაიხია, რომ რომაელებს მთელი თავისი ქონების ბანაკში დატოვება მოუხდათ. მტრის წასვლით ფრთაშესხული მეციხოვნეები რომაელთა ბანაკის გასაძარცვად ქალაქიდან გამოიშალნენ. თუმცა იქვე ჩასაფრებულმა ჭანებმა პრობლემაც დაგისთეს გაყოლა არ ისურვეს, ირანელები დაიფრინეს და რომაელთა მთელი ავლადიდება თვითონ დაისაკუთრეს. ამასობაში მერმეროე არც თავს ზოგავდა, არც ჯარს და მეციხოვნეთა დასახმარებლად მიიჩქაროდა. შეტაკებებში დრო რომ არ დაეკარგა, მან შიდა ეგრისის სოფლებზე გავლას თავი აარიდა. რიონის მარცხენა მხრიდან იარა და მიუხედავად იმისა, რომ ამხელა ჯარით
ტყიან ჭაობიანი ადგილების გავლა იოლი არ იყო, შორაპნიდან პეტრამდე 9 დღეში მიაღწია. ირანელებს ქალაქში შემზარავის სურათი დახვდათ. 1500 კაციანი რაზმიდან ფეხზე 150 ღათუ იდგა და კიდევ 350 მძიმედ იყო დაჭრილი. მეციხოვნეები გვამებს კედლის გარეთ არ ყრიდნენ და საშინელ სიმყრალეს ითმენდნენ, რათა მტერს დახოცილების რაოდენობა არ გაეგო და ამით მხნეობა არ შემატებოდა. ირანელი ჯარისკაცების გამძლეობა მით უფრო გასაოცარი იყო, რომ ისინი დახმარებას არსაიდან მოელოდნენ. ამის შემხედვარე მერმეროეს რომაელებისთვის დაუცინია ვაი იმ უძლურ სახელმწიფოს, რომელმაც 150 ღონემიხტილი ჯარისკაცის დამარცხება ვერ მოახერხავა. მერმეროემ ჩამონგრეული კედელი სახელდახელოდ შეაკეთებინა. ქალაქში 3000 მებრძოლი ჩააყენა და ქართლიდან წამოღებული მთელი სურსათიც მათ დაუტოვა. გარდა ამისა, 5000 კაციანი რაზმი გამოყო, რომელსაც ეგრისის სოფლების რბევა და პეტრას მომარაგება დაავალა. თავად მერმეროე კი 25000 მოლაშქრით გამოსაზამთრებლად პერსარმენიაში გადავიდა და ქალაქ დვინის გარშემო სოფლებში დაბანაკდა. ეს დინარე რიონია და ბატონ ვაჟას თავისი ბორნით ადამიანები დღეში რამდენჯერმე გადაყავს ერთი ნაპირიდან მეორეზე. რიონი ეგრისისთვის ყოველთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მდინარე იყო. იგი მთავარ სატრანსპორტო ეკონომიკურ არტერიას და ბუნებრივ თავდაცვით ზღუდეს წარმოადგენდა. ძველი ბერძნებისთვის და რომაელებისთვის კი რიონზე გადიოდა ევროპისა და აზიის საზღვარი. ასე რომ, მათი გადმოსახედიდან თუ შევხედავთ, დღეს ეს ბორანი ევროპასა და აზიას აკავშირებს ერთმანეთთან. გუბაზმა ეგრისის სოფლების რბევის ამბავი რომ შეიტყო, დაგისთეს დახმარებას თხოვა. ვინაიდან ერთიანი ძალით მტრისთვის დიდი ზიანის მიყენება შეეძლოთ. დაგისთე ასეც მოიქცა და მთელი თავისი ლაშქრით იქ მივიდა, სადაც რიონის მეორე ნაპირზე მეგრელები იდგნენ. რომაელებს და ირანელებს აზრად არ მოსდიოდათ, თუ ამ ადგილას მდინარეში გასვლა შეიძლებოდა. მეგრელები კი, რადგან იქაურობას კარგად იცნობდნენ, წყალში ფონით გავიდნენ, უეცრად მეორე ნაპირზე აღმოჩნდნენ და რომაელთა არმიას შეუერთდნენ. ირანელები მტერს არ ელოდნენ და არხეინად იყვნენ. მით უმეტეს არ ელოდნენ მეგრელებს, რომლებიც რიონის გაღმა ნაპირზე ეგულებოდათ. თუმცა ყოველი შემთხვევისთვის მიდამოს დასაზვერად 1000 კაციანი რაზმი მაინც გაგზავნეს. დაგისთეს და გუბაზის ჯარისკაცებმა ეს რაზმი ალყაში მოაქციეს და ვინც არ დახოცეს დაატყვევეს. ამის შემდეგ მოკავშირეები ირანელთა ძირითადი ბანაკისკენ დაიძრენ, რათა მტერს გამთენიისას დასხმოდნენ თავს. სპარსელების უბედურების ამბავს პროკოპი კესარიელი ასე გვუყვება. რომაელების და მეგრელების 14,000-იანმა არმიამ ირანელთა ბანაკს ალყაში მოარტყა. ირანელებს არ ეგონათ, თუ მეგრელები მდინარეზე გადმოსვლა შეძლებდნენ,
ხარც მსვერავთა რაზმიდან ჰქონდათ შეტყობინება მტრის შესახებ და უსაფრთხოებაში მთარწმუნებულებს ღრმად ეძინათ. ირიჟ რაჟა თუ არა, მოკავშირეებმა იერიში დაიწყეს და მტრის ბანაკი ისე სწრაფად აიღეს, რომ ირანელთა უმრავლესობა ძილშივე დახოცეს. თავდამსხმელებმა ხელთიგდეს ყველა დროშა, დაიტაცეს დიდძალი ფული, აუარებელი ცხენი და ჯორი. დატყვევებულთა შორის ერთი სარდალიც აღმოჩნდა. რომაელებმა და მეგრელებმა გადარჩენილებს ქართლამდე ზდიეს. იქაც ბევრი სპარსი მოკლეს და უამრავი ნადავლი და ტყვეიშოვნეს. ეს მოხდა 559 წელს. დროებითი ზავის მეოთხე წლის მიწურულს. დროებითი ზავის მიუხედავად, ეგრიში ომი მაინც გრძელდებოდა. 550 წელს სარდალი ხორიანე ეგრიში დიდ ლაშქარს შემოუწვა. მოკავშირეებმა მას გზა მოხირიში მდინარე ცხენისწყალთან გადაუღობეს. როგორც პროკოპი კესარიელის აღწერიდან ჩანს, მოხირის ციხე გოჯიდან ერთი დღის სავალით დაშორებულ ტერიტორიას უწოდებდნენ, რომელიც რიონითა და ცხენისწყლით იყო შემოსაზღვრული და დღევანდელ ქუთაის, წყალტუბოს, ხონსა და სამტრედიას შორის მოქცეულ მრავალ მჭიდრო დასახლებულ სოფელს აერთიანებდა. მოხირისი განთქმული იყო ღვინით და მოსავლით და ეგრისის მიწაწყალზე ყველაზე ნაყოფიერ მხარედ მიაჩნდათ. ირანელები და რომაელები ერთმანეთს სწორედ აქ დაუპირისპირდნენ. ბრძოლის წინ გუბაზმა თავის ლაშქარს ასე მიმართა. Komolkočev, mavamičk, tahviludo varčkindas ukoluvas, ušavsi sinandule, komolovat tkinado, shvašaras vamterna. ირანის კათა ჩქინ ჩილს სკუას დო ოდობადეს მოთხოვრუა დორჩკინას დო თეცალ ბორჯის ჩქინ ადამიანურ ორთად ხულენს ეთის ჩხილუას ნამუ დორხველო ჩქინდირენ თინემ დიმორჩკინას და ხვალე ხარკუას მამბახინუანა დო თიქ ხოლო ვაგოჭყორდან უჩო ხოსრო ჩქინ ოდაბადეშე გინოხოროფას ლამენს გერგაზაფი Mamospedas egrisis joxo. Do gartsmunen. Çki iraçkuma lima vançira. Do prasha gertkinuna. Merdel şxapas tinaça. Tit sudan. Mopatona komolobas. Xaz gatxisha vegiarine do. Komorçguas imet moçamulo. Fuaragvaçtes. Komorçgua. 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 პროკოპი კესარიელმა გუბაზე სიტყვა სრულად შემოგვინახა და საგულისხმოა, რომ მე-6 საუკუნის ფეოდალურ სახელმწიფოში, სადაც უმთავრეს მოვალეობად მეფის სამსახური მიიჩნეოდა, თავად მეფე ქვეშევრდომებს სამშობლოს წინაშე მოვალეობა შეახსენებდა. მოხირიში გამართული ბრძოლა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ მისი ბედი ისევე როგორც პეტრაში, აქაც ბრმა შემთხვევამ გადაწყვიტა. ოღონდ ამჯერად რომაელებს და მეგრელებს გაუმართლათ. ირანელთა სარდალი ხორიანე იოანე ციბერს გავსად კისერში მოხდრილმა ისარმა მოკლა. მეთაურის დაღუპვით დემორალიზებული ირანელები აირივნენ და ბრძოლის ველიდან გაიქცნენ. მოკავშირეებმა ბათი ბანაკი ხელთიგდეს, ბევრი დახოცეს და სამშვიდობოს მხოლოდ ცოტა თუ დააღწია თავი. თუმცა მოხირიში მოკავშირეთა გამარჯვებამ ომის საერთო სურათი დიდად ვერ შეცვალა, ვინაიდან დაგისთეს უნარობის გამო რომაელებმა შავ ზღვაზე უმნიშვნელოვანესი სამხედრო ბაზა პეტრა ვერ დაიბრუნეს. განცდილი მარცხის მიუხედავად ირანელებმა პეტრას გარნიზონი დიდძალი სანოვაგით, იარაღით და სხვა საჭირო საქონლით მოამარაგეს და ეგრისი მხოლოდ ამის შემდეგ დატოვეს. ამასობაში იმპერატორს ეგრისის დიდებულთა საჩივარი მიუვიდა. დაგისთემ პეტრას აღებისას დაუდევრობა გამოიჩინა და ქალაქი მტერს შეატოვაო. პეტრას მნიშვნელობიდან გამომდინარე, ეს საქმე გამოიძიეს და დაგისთეს სატუსაღოში უკრეს თავი. იუსტინიანემ ეგრისის სტრატეგოსობა
იტალიიდან ახლად დაბრუნებულ ბესას უბოძა და ირანელთა პეტრადან გაძევება დაავალა. სტრატეგოსი ბესა, წარმოშობით თრაკიელი გუთი. სარბიელზე პირველად 503 წელს, იმპერატორ ანასტასი პირველის დროს ჩნდება. 531 წელს იგი ქალაქ მარტიროპოლისის დაცვას ხელმძღვანელობს. აქედან მოყოლებული დასავლეთის ფრონტზეა და გუთებს ებრძვის. 550 წელს დაგისთეს გადაყენების შემდეგ ეგრისისა და არმენიის სტრატეგოსად დანიშნეს. 554 წელს თანამდებობიდან გადააყენეს, ქონება ჩამოართვეს და აფხაზეთში გადაასახლეს. თუ გაინტერესებთ როგორი ადამიანი იყო ბესა, ერთ ამბავს მოგიყვებით. 546 წელს იტალიაში ოსტგუთებმა ქალაქი რომი ისეთ ალყაში მოაქციეს, ჩიტი ვერ გამოფრინდებოდა. საშინელი შიმშილი დაიწყო. ქატო რომ გაუთავდათ, ადამიანებმა ძაღლების, კატების და ფეკალიების ჭამაც კი დაიწყეს. ზოგი ჭკუი დანიშნებოდა, ზოგი თავს იკლავდა. და ამ დროს, როგორ დაუჯერებლადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, ქალაქის საწყობები ხორბლით იყო სავსე. ესას, რომელსაც ამ დროს ქალაქის გარნიზონის უფროსის თანამდებობა ეკავა, შიმშილისგან გასავათებული მოქალაქეები ხვეწნით მიადგნენ ცოტა პური მოგვეცი. ან ქალაქიდან გაგვიშვი, ან დაგხოცე და ამ წამებას გადაგვარჩინე. ბესამ მოქალაქეებს სამივე თხოვნაზე უარი თუ პასუხა. ეს საყოველთაო გაჭირვება გასამდიდრებლად გამოიყენა. ხორბლის ცეცხლის ფასად გაყიდა დაიწყო. ქალაქის დაცვაზეც კი აღარ ზრუნავდა და მხოლოდ ვაჭრობაზე ფიქრობდა. გუთებმა ამ დაუგდევრობით ისარგებლეს და ერთ დღესაც მოულოდნელად რომში შეიჭრნენ. ბესამ თავის გარნიზონთან ერთად ქალაქის უკანა კარიდან ძლივს გაასწრო. როდესაც მის საცხოვრებელ პალატებში შევიდნენ, იქ ადამიანთა შიმშილის ხარჯზე ნაგროვები ძვირფასეულობის ზვინები დახვდათ. ბესას პიროვნებიდან გამომდინარე, ადვილი მისახვედრია გუბას მეფესა და რომაელ სტრატეგოსებს, რატომაც ჰქონდათ მუდმივად დაძაბული ურთიერთობა. ერთ საკუთარი ქვეყნის ბედი ადარდებდა, მეორენი კი მხოლოდ საშოვარზე ფიქრობდნენ. 551 წელს რომაელები პეტრას მიადგნენ. დაგისთესგან განსხვავებით ბესამ ციხეს მაშინვე ყოველი მხრიდან შეუტია. მოალყეები თავს არ ზოგავდნენ, მაგრამ კლდეზე აღმართულ სიმაგრეს ვერაფერს უხერხებდნენ. ციცაბო ფერდობის გამო კედლებს ვერც ლოდსატყორცნები მიუყენეს. რომაელებს თანდათან იმედგაცრუება ეუფლებოდათ და ამ დროს რომაელთა ბანაკში იუსტინიანეს მიერ გამოგზავნილი ოქროს ასაღებად ჰუნების 3 ბელადი გამოცხადდა. ჰუნები საომარი საქმის დიდ ოსტატები იყვნენ. ბელადებმა გაჭირვებაში ჩავარდილ მოკავშირეებს დახმარება შესთავაზეს. დიდი და მოუქდელი ლოცვა-თორცნები დაშალეს და მათგან მსუბუქი კედლის სანგრევი მანქანები ააწყვეს, რომლის მსგავსი რომაელებს და ირანელებს მანამდე არც ენახათ და არც გაეგოთ. ჰუნებმა ხის მარგილები ერთმანეთს გადააბეს და ოთახის მსგავსი კონსტრუქცია შეკრეს, რომელსაც გვერდებიდან და ზემოდან ჭიგოებისგან დაწნულ ჩელტებზე გადაკრული ტყავები იცავდა. შუაში კი ჯაჭვებით მსხვილი მორი ეკიდა, რომელსაც ცალი წვერი რკინით ჰქონდა შეჭედილი. საბრძოლო მანქანა იმდენად მსუბუქი იყო, რომ შიგნით მყოფი ჯარისკაცები მას ადვილად წევდნენ და დაატარებდნენ.
ახალი იარაღით გულმოცემული რომაელები მორიგ შეტევაზე გადავიდნენ. ჯარისკაცები ჯაჭვებზე დაკიდებული მორს აქანავებდნენ და კედელს აჯახებდნენ. გალავანი ზანზარებდა და ჩამოშლის პირას იყო. ქალაქში შეჭრის მოლოდინში რომაელებს კბილები უკაცკაცებდათ, მაგრამ ირანელები კარგად იყვნენ მომზადებულები და პეტრას იოლად დათმობას არ აპირებდნენ. პეტრა, გარდა იმისა, რომ მნიშვნელოვანი პორტი იყო, ამასთანავე ეგრისიდან კონსტანტინოპოლისკენ მიმავალ სახმელეთო გზასაც აკონტროლებდა და ვისაც ეს ქალაქი ეკავა, რეგიონში სტრატეგიულ უპირატესობასაც ისფლობდა. სვანეთზე და ეგრისზე გამავალი მარშრუტის ამოქმედება პეტრას გარეშე შეუძლებელი იყო და 10 წლის წინ დაკარგული ქალაქის დაბრუნება ბესასწორედ ამიტომაც დაავალეს. თავის მხრივ, ხოსრომ ციხის გარნიზონს პეტრას ყველაფრის ფასად დაცვა უბრძანა, ვინაიდან საზღვაო ფორპოსტის დათმობა ფაქტობრივად ირანის დამარცხებას ნიშნავდა. შავი ზღვის სანაპიროზე აღმოსავლეთისა და დასავლეთის უძლიერეს იმპერიებს შორის გეოპოლიტიკური შერკინება გრძელდებოდა და მამაცი ჯარისკაცები ერთმანეთს დაუდნობლად ჭლეთდნენ ისე, რომ რიგითიდან დაწყებული სარდლი დამთავრებული წარმოდგენა არავის ჰქონდა სინამდვილეში რისთვის და ვისი გამდიდრებისთვის წირავდნენ თავს. მეციხოვნეებმა გალავანზე ხის კოშკი გადმოდგეს და კედელთან მიყენებულ რომაელთა მანქანებს გოგირდით, ფისით და ნავთით სავსე ცეცხლმოკიდებული ქოთნები დაუშინეს. რომაელები კაუჭიანი შუბებით ქოთნებს მანქანების სახურავებიდან ძირს ყრიდნენ, თუმცა სადაც ცეცხლი პირს მოიკიდებდა, აღარ ქრებოდა და მალე სამივე მანქანა ცეცხლის ალში გაეხვია. ირანელთა ფანდმა გაჭრა და ის იყო რომაელთა გამარჯვების იმედი, ხუნების მანქანებთან ერთად უნდა ჩაფერფლილიყო, რომ მოხუცმა ბესამ აბჯარი აისხა, გალავანზე კიბე მიაყუდებინა და თავად დაიწყო ასვლა. მრავლის ნახველი პროკოპი კესარიელი გვიყვება, რომ ჩვენს დროში ამის მსგავსი ბრძოლა არ მომხდარაო. 70 წლის სტრატეგოს ჯარისკაცებიც უკან მიყვნენ და გალავანზე საშინელი ჩეხვა წავიდა. ომი 2300-მა ირანელმა და 6000-მდე რომაელმა დაიწყო და ამათგან ვინც სიკვდილს გადაურჩა, ყველა დაჭრილი იყო. ბესად დაიჭრა და კიბიდან გადმოვარდა. ირანელებმა ისრები, შუბები და ქვები სეტყვასავით დააყარეს, მაგრამ ჯარისკაცებმა მეთაურს წრე შემოარტყეს და ყველა მხრიდან ფარები გადააფარეს. ასაკოვანი, ტანსრული და მძიმედ შეაბჯრული დაჭრილი სტრატეგოსი წამოდგომას ვერ ახერხებდა, მდგომარეობა სულ უფრო გაუსაძლისი ხდებოდა. გამოსავალი ისევ ბესამ იპოვა. ბრძანება გასცა, ფეხით გამათრიეთო. ზოგი ბესას მიათრევდა, ზოგი ფარებით იცავდა. სამშვიდობოზე გაყვანილმა ბესამ, როგორც კი წამოდგომა შეძლო, თავისიანებს მაშინვე შეტევისკენ მოუწოდა და ისევ კიბეზე ასვლა დაიწყო, სხვებიც უკან მიყვნენ. რომელთა ვაჟკაცობით თავს არ დაცებულმა ირანელებმა ითხოვეს, გვადროვეთ და ქალაქს ჩაგაბარებთო. მაგრამ სტრატეგოს ეჭვი შეჰპარვია, მატყუებენო და შეუთვალა, ბრძოლას არ შევწყვეთ, მაგრამ თუ მოლაპარაკება გინდათ, ციხის მეორე მხარეს შევხვდეთ და იქ დავილაპარაკოთო. ბესავს გუმანმა არ უთყუნა, დანებებას მართლაც არავინ აპირებდა. ბრძოლა გაგრძელდა და არც ის ჩანდა, ვინ გაიმარჯვებდა. მოულოდნელად იქ, სადაც ჯერ კიდევ დაგისთეს დროს გალავანს ძირი გამოუთხარეს, კედელი ჩამოიშალა და რომაელებიც და ირანელებიც იმ ადგილს მიაწყვდნენ. ორი იმპერიის ჯარისკაცებმა ბოლო ძალები მოიკრიბეს და მსოფლიო ბატონობისთვის ბრძოლა ახლა უკვე პეტრას ციხის ნაპრალებთან განაგრძეს. რომაელები მეტნი არიან, უკეთესადაც ისვრიან და მაგრათაც აწვევიან, მაგრამ ირანელებმა გალავანზე აღმართული ხის კოშკიდან მტერს ცეცხლოვანი ქოთნები დააყარეს და უკან დაახევინეს. ის იყო გამარჯვებაც უნდა ეζეიმათ, რომ უცებ სამხრეთიდან ძლიერმა ქარმა შემოუბერა,
ცეცხლი ქოთანებიდან კედლებს მოედო და საბრძოლო კოშკი შიგ მყოფი ჯარისკაცებიანად თვალის დახამხამებაში დაიწვა. რომაელები პეტრაში შეიჭრენ, თუმცა ბრძოლა არც ამით დასრულდა. ვინაიდან ქალაქის შუაგულში მდგარ აკროპოლისში გამაგრებულმა 500-მდე მეციხოვნემ დანებებაზე უარი განაცხადა. ბესამ ირანელებს მოციქულები მიუგზავნა. ვაჟკაცობა შეუქო და უვნებლობის პირობა მისცა, მაგრამ მათ ყურებში თითები დაიცვეს. აქაოდა არაფრის გაგონება არ უსურსო. მაშინ სტრატეგოსის ბრძანებით აკროპოლის ცეცხლი წაუკიდეს და ყველა, ვინც შიგნით იყო, ისე ჩაიწვა, გარეთ გამოსვლა არავის უცდია. აი, ასეთი ამბების მომსწრეა ამ ძველი ციხის კედლები. ვაჭრების მიერ გადახდილი ფულით მეფეები ქირაობდნენ ჯარისკაცებს, რომლებიც სახელისა და ნადავლის ზებნაში არც ხვას ინდობდნენ და არც საკუთარ თავს. მწერლები და ისტორიკოსები კი ამ ჯარისკაცთა სიმამაცეს ხოტბას ასხამდნენ და ოქროსა და აბრეშუმისთვის მიმდინარე გეოპოლიტიკურ ომებს რომანტიკულ საბრუღელში ხვევდნენ. დახოცილთა რიგებს კი ახალ-ახალი მებრძოლები იკავებდნენ და ახლა ისინი წირავდნენ სიცოცხლეს, რათა აბრეშუმით ვაჭრობა არ შეფერხებულიყო. პეტრას დამცველთა ვაჟკაცობამ ყველას დაანახა, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა შაჰი ეგრისს. მეციხოვნეებად უმამაცესი ჯარისკაცები ჰყოლია შერჩეული. იარაღიც იმდენი გამოეგზავნა, რომ თითოეულ რომაელს ალაფად 5 კაცის სამყოფი საჭურველი ერგო. ციხეში ასევე უამრავი პური, დამარილებული ხორცი და სხვა სურსათი აღმოჩნდა, რაც ალყა შემორტყმულთ 5 წლის განმავლობაში ეყოფოდათ. ირანელებს მომავალში პეტრას აღება, რომ აღარ მოენდომებინათ სტრატეგოსმა ბესამ, მისი გალავანი და შენობები მიწასთან გაასურა, რითაც ამ ქალაქის ისტორია დასრულდა. ძვირფასო გულა, ნუ მიეცემი მათ თურიმეც, რომ რომაელები მოგეშველები. ისინი ამას ვერასდროს შეძლებს. მე ვინატრებდი კოლხეთის სახელმწიფოს, მისი ძველი ძლიერება დაუბრუნდეს და როგორც ომიანობის, ისე მშვიდობიანობის დროს მხოლოდ საკუთარ თავს ეყრდნობა. უღუნურნი წარსულში გადატანილ უბედურებათა გამო მოსთქვამენ. გონიერნი კი ბედის უკუღმატრიალის მიზეზების შეცნობას ცდილობენ და მომავლის იმედს არ კარგავენ. როდესაც ეს ქვეყანა ირანელების სათარეშოდ იყო გამხდარი და თქვენი დამხმარე ძალები იგვიანებდნენ, ვინ იყო ის, ვინც კავკასიონის მწვერვალებზე გადასახლდა? იმის ნაცვლად, რომ წერს დამეგობრებოდა და განცხრომით ეწყობდა. ეს იყო გუბაზი. დიახ, გუბაზი ჩვენ მოკალით. გუბაზი რომ აქ იყოს, მოგვიწოდებდა, რომ საცოტარკვეთილებას არ ავყვეთ და მონებივით კი არ მოვიქცეთ, არამედ კოლხთა თავისუფალი შეგნებით აღვიძულოთ.